ბიძინა ივანიშვილმა ხელოვნების ნიმუშების გადამალვა 2022 წლის აგვისტოდან დაიწყო. მას შემდეგ, რაც 2022 წლის ივნისში ევროპარლამენტმა მისი დასანქცირების მოთხოვნით პირველი რეზოლუცია მიიღო. ეს სკანდალური დეტალები საერთაშორისო საგამოძიებო კონსორციუმმა დღეს საღამოს გამოაქვეყნა. ოფშორებში რეგისტრირებულმა ბიძინა ივანიშვილის კომპანიამ კრისტის აუქციონის სახლს ივანიშვილის კუთვნილი ფრანგი და რუსი მხატვრების ნამუშევრების გადატანის უფლება სწორედ 2022 წელსვე მოსთხოვა. ამ ნახატების ღირებულება 90 მილიონი დოლარი იყო. ტვირთის გადატანის მოთხოვნა დარეგისტრირდა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია Linden Management-ის მიერ. ეს კომპანია ინახავდა ივანიშვილის ასობით მილიონი დოლარის ღირებულების ხელოვნების ნიმუშებს, მათ შორის პიკასოს, ვან გოგის და მონეს ნამუშევრებს. ამას ადასტურებს სასამართლოს ჩანაწერები. ტვირთის მიმღებად დარეგისტრირებული იყო კომპანია Finservice. კომპანია Finservice ბიძინა ივანიშვილის საკუთრება. ის საქართველოშია რეგისტრირებული და ოლიგარქის პირად საჭიროებებს ემსახურება. მაგალითად, ივანიშვილის ესაცხოვრებელი სახლები, სხვა პირადი სარგებლობის ინფრასტრუქტურა ამ კომპანიის სახელზეა რეგისტრირებული. საერთაშორისო საგამოძიებო ქსელის მოპოვებული მტკიცებულებით დასტურდება, რომ ივანიშვილმა ქონების დამალვა ევროპარლამენტის პირველ რეზოლუციაში მისი სახელის ხსენების შემდეგ 2022 წელსვე დაიწყო. საქართველოში 9 მილიარდი დოლარის ხელოვნების ნიმუშების შემოსატანად ივანიშვილს დიდი გადასახადი უნდა გადაეხადა. მოვლენების ეს ქრონოლოგია ადასტურებს მანამდე არსებულ ეჭვებს, რომ კანონი პარლამენტმა ოფშორების შესახებ ივანიშვილისთვის შეცვალა, რომ ბიუჯეტში ოლიგარქს გამბაჯების 252 მილიონი არ გადაეხადა. ის რომ მან მიიღო ოფშორების კანონი, გასაგებია რომ ეს იყო გაკეთებული პირველ რიგში მისთვის, ხომ? დღეს უკვე ჩვენ ვხედავთ შედეგებს, როდესაც მას გადმოაქვს თავისი ქონება და არ უწევს მილიონობით ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში. ამიტომ ეს არის კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიო მაგალითი იმისა, რომ იგი არ ზრუნავს სახელმწიფოზე, სახელმწიფოს ბიუჯეტზე ან ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობაზე. მისი მთავარი მიზანი არის ამოწოვოს რაც შეიძლება მეტი რესურსი ჩვენს ქვეყანას და თითოეულ მოქალაქეს იმისთვის, რომ თავისი ოჯახი ცხოვრობდეს კომფორტულ გარემოში. ჩინურ ყველაზე იაფ ონლაინ მაღაზიაში შერჩეული ამ ნივთების ღირებულება 301 ლარი და 91 თეთრია. იმის გამო, რომ 300 ლარს გადასცდა დასჭირდება გამბაჟება, საბაჟო გადასახადი 18%-ია. ამ შემთხვევაში მომიწევს საფასურის გარდა კიდევ 54 ლარის დამატება. ამ გზას გადის ყველა მოქალაქე, ვინც 300 ლარზე მეტი ღირებულების ნივთს იძენს, ვინც არ იხდის აჯარიმებენ და ნივთებს ართმევენ. მოქალაქეებს ბოლო თეთრებს ძალავენ ივანიშვილს შეცვლილი კანონით გამბაჟების 252 მილიონი აპატიეს. უსამართლობაა, როდესაც თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც სურს გამოიწეროს რაღაც პროდუქცია პირობითად, ტემუდან იქნება ეს, ამაზონიდან იქნება თუ ნებისმიერი სხვა ონლაინ მაღაზიიდან უწევს 300 ლარიან შენაძენზე 18%-ის გადახდა, ეს არის დაახლოებით 60 ლარი. და ივანიშვილს, რომელმაც ხელისუფლებას მიაღებინა ოფშორების კანონი, სარგებლობს იმით, რომ 100 მილიონი ლარის გადასახადს არ იხდის ბიუჯეტში. ივანიშვილმა ხალხს 252 მილიონი მოპარა. მას რომ ეს ფული ბიუჯეტში გადაეხადა, სოლიდური თანხა მოხმარდებოდა ხალხს. მაგალითად, ათასობით დევნილისთვის აშენდებოდა საცხოვრებელი ბინა, რომელსაც აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულები სახელმწიფოსგან უშედეგოდ უკვე წლებია ითხოვენ. ოპოზიცია ამბობს, რომ ეს არის ხალხის ძარცვა, რომელიც მიტაცებულ სახელმწიფოში ივანიშვილისთვის ძალიან მარტივია. ოფშორების კანონით, აი ამ კანონით, რომელიც შემოაცურეს რუსულის კანონის ქვეშ, ამ კაცმა ამ ქვეყანაში ფაქტიურად 90 მილიონი დოლარის გადასახადი არ გადაიხადა. 90 მილიონი დოლარის გადასახადი საქართველოს ბიუჯეტში არ შევიდა. საქართველოს პენსიონერებს შეიძლებოდა 35 ლარით არა და 45 ლარით მომატებოდა თუ აი ასეთი შემონატანები იქნებოდა ბიუჯეტში, მაგრამ არა, ივანიშვილისთვის ყველაფერი შეიძლება, თითოეულმა თქვენთაგან მაგე ამაზონზე ნაყიდი ნებისმიერი ნივთისთვის, ამ ნივთის 18% უნდა გადაიხადოთ. ასეთი ქვეყანა შექმნა ივანიშვილმა, კლასიკური კლეპტოკრატია. ივანიშვილმა რომ ოფშორების კანონით ისარგებლა, ამას ვეღარ მალავს ფინანსთა მინისტრის მოადგილე. მიხეილ დუნდუა ოლიგარქის დასაცავად სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და ადასტურებს, რომ ოფშორების კანონი სწორედ მსგავსი ტრანზაქციებისა თუ ქონების შემოტანისთვის მიიღეს.
რა არის ცუდი იმაში, თუ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში გადმოიტანს კაპიტალს, საიდანაც 1 ცენტის კი საქართველოში არ უშოვია და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას მოახმარს. კიდევ ერთხელ უნდა დავსვათ მარტივი კითხვა. თუ ბიძინა ივანიშვილის კაპიტალი ან ნებისმიერი სხვა ბიზნესმენის კაპიტალი საქართველოში არ შემოვა და ოფშორულ ზონაში დარჩება, ამით ქვეყანა რამე სარგებელს მიიღებს? ამით ქართულ ეკონომიკას რამე შეემატება? ცხადია არაფერი. მარტივი ჭეშმარიტება. თუ მოქმედი კანონი, მათ შორის საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ არის პოზიტიურად და სამართლებრივად გამართულად შეფასებული, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ამ კანონის გამოყენება. სახელმწიფო კანონის წინაშე ყველა თანასწორია, თუმცა ივანიშვილის შემთხვევაში ის რეალობას სულ სხვანაირად მუშაობს. მისი კონტროლირებადი მთავრობა კანონებს ხდის ივანიშვილზე მორგებულს და ეს უკვე მტკიცებულებებით დასტურდება.